ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაზვერვის უფროსი სამსახურის გადამდგარი ოფიცერი, გლენ კორნი. პროფესორ კორნს ეკავა წამყვანი ხელმძღვანელი პოზიციები CIA-ში და გავლილი აქვს მრავალი სპეციალიზებული სასწავლო პროგრამა დაზვერვის, უსაფრთხოების, მოზრდილთა განათლებისა და ტრენინგის, ასევე აღმასრულებელი ლიდერობის სფეროებში. ის არის შეერთებული შტატების დაზვერვისა და საგარეო საქმეთა უწყებების 34 წლიანი სტაჟის მქონე ვეტერანი. პროფესორი კორნი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა საზღვარგარეთ, ევრაზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში. პროფესორ კორნს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი რუსულ ენასა და ლიტერატურაში ამერიკული უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი რუსეთის კვლევებში ჰოფსტრას უნივერსიტეტიდან, ასევე დაამთავრა ამერიკის არმიის რუსული ინსტიტუტი. კარიერის განმავლობაში მას ეკავა საკვანძო მმართველი როლები, მათ შორის იყო რეზიდენტურის უფროსი აღმასრულებელი ლიდერი ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ოპერაციების დირექტორის მოადგილის თანაშემწე გეოგრაფიული მისიების ცენტრში და დეპარტამენტის უფროსი ანტიტერორისტულ ცენტრში. მისი წვლილი აღიარებულია ისეთი პრესტიჟული ჯილდოებით, როგორიცაა CIA-ის დირექტორის ჯილდო და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ჯილდო. პროფესორო კორნ, დიდი პატივია დღეს თქვენთან საუბარი. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და თქვენი კარიერა დაზვერვაში 3 წლეულზე მეც მოიცავს. სანამ რუსული ოპერაციების რთულ თემას სიღრმისეულად შევეხებოდეთ, ჩვენი აუდიტორიისთვის საინტერესო იქნება მოისმინოს თქვენი გზა CIA-მდე. როგორ განვითარდით მოქმედი ოპერატიული მუშაკიდან ხელმძღვანელ პოზიციამდე? იქნებ გვიამბოთ ამის შესახებ. დიახ, გმადლობთ მოწვევისთვის, მოხარული ვარ აქ ყოფნით. დავძენდი, რომ დაზვერვის გარდა ჩემს საქმიანობაში დიდი ადგილი ეკავა დიპლომატიასაც. მაშ, როგორ დავიწყე? 80-იან წლებში ნიუ-ჯიორკის კოლეჯში ჩემი ძირითადი მიმართულება რუსული ენა და ლიტერატურა იყო. ძალიან მაინტერესებდა რუსეთის, იმ დროს საბჭოთა კავშირის ისტორია, რაც ნაწილობრივ ოჯახური კავშირებითა და ისტორიით იყო განპირობებული. ასევე რუსული ლიტერატურის დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. ახლახან ვუყვებოდი სტუდენტების ჯგუფს მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში, სადაც ვასწავლი, რომ ექიმი ჟივაგოს ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი იყო, როდესაც ეს წიგნი ახალგაზრდობაში წავიკითხე. მოკლედ, ვსწავლობდი რუსულს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე არმიაში, ერთ-ერთ სადაზვერვო ქვედანაყოფში. ეს იყო ცივი ომის დასასრული, თუმცა ის ჯერ კიდევ გრძელდებოდა. იქ რამდენიმე წელი დავყავი, შემდეგ კი სახელმწიფო დეპარტამენტში გადავედი. სახელმწიფო დეპარტამენტში რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ კი შევუერთდი CIA-ს. ასე რომ მე გავიარე გარკვეული გზა სხვადასხვა სამთავრობო პოზიციებზე. მომეცა შესაძლებლობა შიგნიდან დამენახა ის, რასაც ჩვენ სადაზვერვო საზოგადოებას ვუწოდებთ. 2001-2002 წლებამდე ძირითადად რუსეთის და ყოფილი საბჭოთა სივრცის მიმართულებით მუშაობდი. შემდეგ კი 11 სექტემბრის მოვლენების მერე, როგორც ბევრი სხვა ამერიკელი, აქტიურად ჩავერთე ანტიტერორისტულ საქმიანობაში. მიწევდა მუშაობა ახლო აღმოსავლეთში, ევრაზიასა და სამხრეთ აზიაში. ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გავატარე, რამდენიმე მივლინება კი გქონდა ვაშინგტონში, ჩვენ შტაბ-ბინაში. 2023 წელს გადავდექი. პენსიაზე გასვლის შემდეგ ვაშინგტონში მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სწავლება დავიწყე. ვკითხულობ კურსს რუსული და საბჭოთა დაზვერვის ისტორიის შესახებ, ასევე კურსს თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ამერიკელებმა საკმარისად არიციან უკრაინის ისტორიის შესახებ და ვერ აცნობიერებენ, რომ ის რუსეთის ისტორიის ნაწილი არ არის, არამედ რაღაც განსაკუთრებული. უკრაინული კულტურა და ისტორია სიღრმისეულ შესწავლას იმსახურებს. ჯერჯერობით ვიტყოდი, რომ რუსული შემოჭრის ერთადერთი დადებითი შედეგი ის არის, რომ უკრაინა საბოლოოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიქმება. ხშირად ვამბობ, რომ უკრაინა ევროპის მომავალი ლიდერია და დღეს ის უკვე წამყვანი ევროპული ძალაა. აი ეს არის მოკლედ ჩემი ისტორია. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მე და ჩემს მეგობარს გვაქვს პოდკასტი სახელწოდებით Restricted Handling Podcast. ეს არის გეოპოლიტიკური პოდკასტი და ჩვენი ეპიზოდების დიდი ნაწილი ეთმობა უკრაინასა და ევრაზიულ სივრცეს. დიდი მადლობა გაზიარებისთვის. ძალიან მომეწონა თქვენი სტუდენტების თხოვნა უკრაინის ისტორიის კურსის შექმნის შესახებ, რადგან ეს საკითხი მართლაც ნაკლებადაა გაშუქებული.
ვიტყოდი, რომ ევროპაშიც კი ყველამ არ იცის ეს ისტორია, რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკაზე. იცით, ჩემი კარიერის განმავლობაში ვმუშაობდი ყოფილ როგორც ჩვენ ვუწოდებთ საბჭოთა კავშირში. რასაც მე ვხედავდი იყო ის, რომ რუსები ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროიდან დომინირებდნენ ამ რეგიონში და იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის იმპერიის შემდეგ კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ. ისინი პოპულარიზაციას უწევდნენ რუსულ კულტურასა და რუსულ ისტორიას. უნდა გვახსოვდეს, რომ ცივი ომის დროს შეერთებულ შტატებს არ ჰქონდა საელჩოები კიევში, ბაქოსა თუ ბიშკეკში. ჩვენ საელჩო მხოლოდ მოსკოვში გვქონდა, სანქტ-პეტერბურგში კი კონსულატი. რუსებს შეეძლოთ საბჭოთა პერიოდშიც კი ყველაფერი მოსკოვის პრიზმიდან დაინახებინათ ჩვენთვის. ასე რომ ახლა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცვლილება. ალბათ, ჩვენ ცოტათი დავაგვიანეთ სხვადასხვა ქვეყნების შესწავლისა და მათ შესახებ ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა. ამერიკელები ხშირად მეკითხებიან, რა განსხვავებაა უზბეკურსა და რუსულს შორის. ეს ხომ სრულიად განსხვავებული ენობრივი ჯგუფებია, ასე რომ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. რაც შეეხება უკრაინას, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან დეზინფორმაციის დიდი ნაწილი დაფუძნებულია ისტორიის არასწორ ინტერპრეტაციაზე, რასაც კრემლი ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ეწევა. ეს ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, ჩვენ უკვე გადავედით რუსული დეზინფორმაციისა და რუსული ოპერაციების თემაზე. როგორც უკვე აღნიშნეთ, თქვენ კითხულობთ კურსს მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ გამოყენებული მეთოდების შესახებ. ცნობილია, რომ თანამედროვე რუსული დეზინფორმაცია სათავეს იღებს საბჭოთა კგბ-ს აქტიური ღონისძიებების დოქტრინიდან. თქვენს ნაშრომებში აღნიშნავთ, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური და მთავარი სადაზვერვო სამმართველო აქტიურად იყენებენ ეგრეთ წოდებულ ოპერატიულ კომბინაციებს დასავლეთში ფაბრიკაციული ნარატივების ლეგიტიმაციისთვის. აქ საინტერესო იქნებოდა თქვენი, როგორც დაზვერვის ყოფილი ოფიცრის პერსპექტივა, როგორ აღწერდით დღეს რუსული დეზინფორმაციული და ფსიქოლოგიური ოპერაციების დამახასიათებელ ხელწერას? მე კიდევ უფრო უკან საბჭოთა პერიოდამდე მეფის რუსეთის დრომდე დაუბრუნდებოდი. მეფის ოხრანკას ძალიან დახელოვნებული იყო დეზინფორმაციასა და, რა თქმა უნდა, ოპერატიულ კომბინაციებში. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენს კურსზე ვასწავლით. ეს მეთოდები ბევრად უფრო ძველია, ვიდრე 1917 წელს ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ჩეკას შექმნა. ერთ-ერთი ყველაზე დიდის და მეზიზღება სიტყვა დიდის გამოყენება, რადგან აქ კარგი არაფერია, მაგრამ ამაზე საუბარი მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღეს ამერიკასა და ევროპაში, სადაც ანტისემიტიზმის მორიგ ტალღას ვხედავთ. დეზინფორმაციული ოპერაციის საუკეთესო მაგალითი, რომელიც შემიძლია მოვიყვანო, არის სიონის ბრძენთა ოქმები, რომელიც სწორედ ოხრანკამ შექმნა. ამ ფაბრიკაციის შექმნისა და გავრცელების ერთ-ერთი მიზანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ თითქოს არსებობდა ებრაული შეთქმულება მსოფლიოს დასამორჩილებლად, იყო მეფისგან წნეხის მოხსნა წარუმატებელი აგრარული და ეკონომიკური პოლიტიკის გამო და იმპერიის პრობლემებისთვის განტევების ვაცის პოვნა. ამას ისტორიის მანძილზე მუდმივად ვხედავთ. სულ რაღაც 5-10 წლის წინაც კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანები მეკითხებოდნენ, გინახავთ ეს დოკუმენტი, სიონის ბრძენთა ოქმები. მე კი ვპასუხობდი, ეს იყო დეზინფორმაციული ოპერაცია ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან. ეს სრულიად ფალსიფიცირებული დოკუმენტია. მიუხედავად ამისა, მისი პოპულარიზაცია მაინც ხდებოდა და ზოგიერთს დღემდე სჯერა მისი და ციტირებს კიდეც. მოგვიანებით, როდესაც ჩეკა შეიქმნა, ძერჟინსკიმ და სხვა ლიდერებმა ოხრანკის დიდი გამოცდილება გადაიღეს და გამოიყენეს. ჩვენს კურსზე განვიხილავთ ოპერატიულ კომბინაციებს, ფართომასშტაბიან შეტევით კონტრდაზვერვით ოპერაციებს. ერთ-ერთი ასეთი, რომელსაც ადრე ხშირად ასწავლიდნენ შტატებში, თუმცა ახლა ნაკლებად ცნობილია, არის ოპერაცია ტრესტი. ეს იყო საბჭოთა დაზვერვის მასობრივი დეზინფორმაციული ოპერაცია პარიზში ბაზირებული თეთრი მოძრაობისას და მოკავშირეთა სადაზვერვო სამსახურების წინააღმდეგ. ისინი აწვდიდნენ მათ ცრუ ინფორმაციას, ახდენდნენ ორმაგი აგენტების რეკრუტირებას ან ქსელში სატყუარა აგენტების ჩანერგვას, რათა ძალიან ეფექტურად გაეძლიერებინათ მოსკოვისთვის იმ დროს სასურველი თემები.
დაახლოებით 7 წლის შემდეგ მათ გადაწყვიტეს ოპერაციის შეწყვეტა და იმ ფაქტის გამჟღავნება, რომ თეთრი მოძრაობას და მათი მხარდამჭერი მოკავშირეები სასტიკად იყვნენ მანიპულირებულნი იმჟამინდელი ოგპ-ს მიერ. ეს იყო ძალიან ეფექტური ოპერაცია. მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ თეთრი მოძრაობის მხრიდან შემოწმების მექანიზმები იყო სუსტი და აკლდად კრიტიკული აზროვნება. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი. არსებობს მრავალი სხვა მაგალითიც. საბჭოელები ძალიან დახელოვნებულნი იყვნენ დეზინფორმაციული ოპერაციების წარმოებასა და მათ შეტევით კონტრდაზვერვასთან შერწყმაში. და როგორ აღწევს ეს ოპერაციები წარმატებას დასავლურ მედია გარემოზე მანიპულირებაში? როგორ იყენებენ ისინი ისეთ ტექნიკებს, როგორიცაა სარქისებური ბრალდებების და გავლენის აგენტები, რათა დემოკრატიულ საზოგადოებებში საკუთარი ნარატივები დანერგონ და გააძლიერონ? დიახ, კიდევ ერთხელ შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი საბჭოთა პერიოდიდან. მას შემდეგ, რაც კგბ-ს პირველ მთავარ სამმართველოში შეიქმნა სამსახური, რომელიც ექსკლუზიურად აქტიური ღონისძიებების გატარებაზე იყო ფოკუსირებული, რაც მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციულ ოპერაციებსაც მოიცავდა. მათ შეიმუშავეს ცნობილი პროექტი სახელწოდებით ინფექცია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამეტიკულმა CIA-მ და თავდაცვის დეპარტამენტმა განზრახ შექმნეს შიცის პანდემია და სხვადასხვა მიზნით მთელ მსოფლიოში გაავრცელეს. როგორ გააკეთეს ეს? მათ ხელთ ჩაუვარდათ ინფორმაციის მარცვალი რმათ იცოდნენ, რომ შეერთებულ შტატებში არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც ძალიან შეშფოთებულნი იყვნენ შიცის ეპიდემიით, რაც 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანებში ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის მოწყვლადი თემებისთვის, დიდ პრობლემას წარმოადგენდა. კგბ-მა აიღო ეს ინფორმაცია, გააძლიერა და დაამახინჯა იგი. მათ დაამატეს ფაბრიკაციული ელემენტები, რათა ეს ინფორმაცია შეერთებული შტატების მთავრობის წინააღმდეგ იარაღად გამოეყენებინათ და მისი დისკრედიტაცია მოეხდინათ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. მოკლედ რომ ვთქვათ, მთელ ოპერაციას არ განვიხილავთ, მათ ჰყავდათ ჟურნალისტი, ერთ-ერთი მათი აგენტი ინდოეთში, რომელმაც ეს მასალა ინდურ გაზეთში გამოაქვეყნა. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საბჭოთა სადაზვერვო სამსახურები და დღევანდელი რუსული სამსახურები მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ, ღია საინფორმაციო ორგანიზაციებთან. იქნება ეს Russia Today, სპუტნიკი, კრემლის პრესპიკერი თუ მარია ზახაროვა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ყველა ისინი ერთიან საინფორმაციო კამპანიაში არიან ჩართულნი. მათ გამოიყენეს ინფორმაცია იმ ინდურ გაზეთში დაბეჭდილი სტატიიდან. შემდეგ ეს ამბავი ტასმა აიტაცა, ფიქრობ, სტატია ლიტერატურნაია გაზეტაშიც დაიბეჭდა. ამის მერე კი დასავლურმა მედია საშუალებებმა დაიწყეს ამ ისტორიის ატაცება და გამეორება. ფიქრობ, კულმინაცია იყო, როდესაც ამ ამბავმა ABC-მდე მიაღწია, არ მინდა არხი შემეშალოს, მაგრამ ერთ-ერთმა ჩვენმა მთავარმა საინფორმაციო ქსელი იყო, მათ ეს ისტორია ამერიკის ნაციონალურ ტელევიზიაში წარადგინეს. ეს ყველაფერი კი დაფუძნებული იყო დეზინფორმაციაზე. ეს იყო ერთი პატარა ინფორმაციის დამახინჯება და გაზვიადება კონკრეტული მიზნით, ძირი გამოეთხარათ შეერთებული შტატების მთავრობის რეპუტაციისთვის. ფაქტობრივად, რეიგანის ადმინისტრაციამ ამხილა საბჭოელები ამ სიცრუეში. საბოლოოდ, პრემიერ გორბაჩოვს მოუწია ეღიარებინა, რომ დიახ, ეს ყველაფერი გამოგონილი ისტორია იყო. 80-იანი წლების ბოლოს მათ უარყვეს ეს ამბავი, თუმცა დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც ამ ისტორიის გარკვეული ასპექტების სჯერათ. ეს აჩვენებს, რამდენად ღრმად შეიძლება შეაღწიოს დეზინფორმაციამ აუდიტორიის ქვეცნობიერში ან თუნდაც ცნობიერებაში. უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ აკეთებდნენ ამას საბჭოელები და როგორ აკეთებენ დღეს რუსები. ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ რამდენიმე თემას უკრაინასთან დაკავშირებით. მაგალითად, ნარატივი, თითქოს უკრაინა ტერორიზმის სპონსორია, ან რომ უკრაინის მთავრობა ფაშისტურია, რომ უკრაინა ანტირელიგიური და ანტიქრისტიანულია და დევნის ქრისტიანულ თემებს. აქ რეალური მარცვალი ისაა, რომ უკრაინის მთავრობა მართლაც შეშფოთებულია კრემლის მიერ მართლმადიდებლური ეკლესიის, ან მისი გარკვეული ნაწილის გამოყენებით სადაზვერვო ოპერაციების საწარმოებლად.
ნებისმიერ მთავრობას აქვს ლეგიტიმური უფლება, ამით დაინტერესდეს. ისტორიულად რუსები იყენებდნენ ეკლესიას და არა მხოლოდ მართლმადიდებლურს სადაზვერო მიზნებისთვის. უკრაინელები ცდილობენ ამას დაუპირისპირდნენ, რუსები კი ამ ამბავს ასე ათვლიან მსოფლიოს. ისინი ყველა ქრისტიანს და ყველა რელიგიას დევნიან, რაც სრული სიცრუეა. ფიქრობ, ნებისმიერმა, ვინც ყოფილა უკრაინაში, იცის, რომ რელიგიური თავისუფლების მხრივ იქ ბევრად უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში და მით უმეტეს, ვიდრე რუსეთში. გასულ წელს, როდესაც უკრაინაში ვიყავი, ასეთი სტატისტიკა მომაწოდეს. ევროპაში მორმონთა სიდიდით მესამე თემი სწორედ უკრაინაშია. მათ არავინ დევნის და არავინ ჩაგრავს. დარწმუნებული არ ვარ, იგივე ითქმოდეს რუსეთში მცხოვრებ მორმონებზე ან სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებზე. ეს სიმართლეა, რადგან თუ გადახედავთ ოფიციალურ ანგარიშებს, რა ხდება რელიგიური დევნის მხრივ რუსეთში. ყველა, ვინც არ ექვემდებარება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ფაქტობრივად იდევნება და ბევრი ადამიანი ციხეშია. ამის შესახებ უამრავი მასალა არსებობს. რაც შეეხება უკრაინის საკითხს, რაც თქვენ ახსენეთ, უბრალოდ დავამატებდი, რომ ამერიკული საზოგადოებისთვის, ალბათ, ბოლომდე ნათელი არ არის ის, რომ უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის იყო მოსკოვის საპატრიარქოსა და კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში. მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებით კითხვები აშკარად არსებობდა, რადგან ჩვენ გვესმის, რომ ისინი სადაზვერო ოპერაციებს ეკლესიის მეშვეობით აწარმოებენ. ამიტომაც, რამდენადაც ვიცი, მოსკოვის საპატრიარქოს მოსთხოვეს რუსეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა, რათა ომის დროს უკრაინის ტერიტორიაზე ეს ოპერაციები არ განხორციელებულიყო. ამის ნაცვლად კი ვხედავთ იმას, რაც თქვენ ახლა აღწერეთ, ამ ყალბ ნარატივებს, რომლებსაც ისინი იყენებენ იმის სათქმელად, თითქოს უკრაინა დევნის ქრისტიანებს, არის ანტიქრისტიანული, ანტირელიგიური და ასე შემდეგ. ეს არის ოპერაცია და დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებასაც ისინი დღეს ცდილობენ. ვიტყოდი, რომ 2-3 წლის წინ რუსებს ამ სფეროში დიდი წარმატება ჰქონდათ. ფიქრობ, ამერიკელების ინფორმირებისკენ მიმართული საფასუხო ძალისხმევა წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ვხედავთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაიზარდა, მაგალითად რესპუბლიკელ ამომრჩევლებს შორის. ფიქრობ, ეს ნაწილობრივ იმის დამსახურებაა, რომ ბევრი ამერიკელი, ვინც აცნობიერებს მიმდინარე მოვლენებს, ცდილობს ამ ინფორმაციის სხვებამდე მიტანას. მე დავდივარ მთელ ქვეყანაში, გამოვდივარ სიტყვით რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და ხშირად მისვამენ კითხვას, მართალია, რომ უკრაინელები ქრისტიანებს დევნიან. მე მათ ფაქტებს ვუხსნი, ვუთითებ წყაროებზე, სადაც შეუძლიათ გადაამოწმონ რეალობა. სხვებიც იმავეს აკეთებენ. თქვენ მომიყვანეთ შესანიშნავი მაგალითი ადამიანისა, რომელიც უკრაინაში წასვლამდე ანტიუკრაინულად იყო განწყობილი, დაბრუნების შემდეგ კი თქვა, მოიცადეთ, თვალები ამეხილა, იქ სულ სხვა რეალობაა. სამწუხაროა, რომ ახლა უკრაინაში ჩასვლა ადვილი არ არის, მაგრამ ადამიანების უმეტესობა იქ რომ ჩავიდეს, ნახავდნენ, რომ არანაირი დევნა არ არსებობს. მე პირადად მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია. გულწრფელად მჯერა, რომ უკრაინელების უმეტესობას უბრალოდ მშვიდად ცხოვრება სურს. ისინი შეიძლება იყვნენ რელიგიურები, მაგრამ სხვა რელიგიების მიმართ უპატივცემულობა იქ არასდროს მინახავს. მე ვხედავ ხალხს, რომელიც ისე შორსაა ნაციზმისგან, როგორც კი წარმოგიდგენიათ და რომლებიც უბრალოდ ცდილობენ იცხოვრონ. მეზობელი ქვეყნისგან მუდმივი დაბომბვის მიუხედავად, ისინი საკმაოდ მედგარი, ბედნიერი, მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხია. ასე რომ ნარატივი იმის შესახებ, რომ უკრაინას ნაცისტები მართავენ და იქ ანტირელიგიური გარემოა, ცალსახადყალბი ნარატივია. ეს სიმართლეა. რაც შეეხება იმ მაგალითს, რომელიც მოგიყვანეთ, ალბათ აუდიტორიისთვისაც საინტერესო იქნება, რადგან ყველა მიცის და ნახა პასტორ მარკ ბერნსის გამოსვლები. სწორედ მასზე გეუბნებოდით. ეს მართლაც შესანიშნავი მაგალითია, რადგან დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთადერთი გზა ფაქტობრივი ინფორმაციაა. და რა თქმა უნდა, თუ გაქვს შესაძლებლობა ჩახვიდე და ადგილზე ნახო ყველაფერი, ეს ძალიან გეხმარება. ისევ დასავლურ მედიასა და ამ ყველაფერს რომ დაუბრუნდეთ, თქვენი აზრით, რა არის დასავლეთის მთავარი სუსტი წერტილი ამ მეთოდებისა და ოპერაციების წინაშე?
ეს შესანიშნავი კითხვაა. არ ვიცი, მხოლოდ მედიაა თუ არა მოწყვლადი, უფრო ზოგადად საზოგადოებაა ასეთი. მე პირადად მჯერა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მხოლოდ შეერთებულ შტატებზე ვისაუბრებ, რადგან ამერიკელი ვარ, ჩვენ დაუშვით განათლების სისტემის დეგრადაცია. ჩვენ არ ვასწავლით ხალხს ისტორიას. ახალგაზრდებს არ ვასწავლით ისტორიას. არ ვაძლევთ მათ ისტორიულ ცოდნასა და კრიტიკული აზროვნების მყარ საფუძველს. ხშირად ვხედავ, რომ ადამიანებს საერთოდ არ ესმით ბევრი საკითხის არსი, საბაზისო ისტორიული მოვლენები. ეს კი ძალიან აადვილებს მათით მანიპულირებას როგორც შიდა, ისე გარე ძალების მხრიდან. და რა თქმა უნდა, კრიტიკული აზროვნების ნაწილი. დღევანდელ სამყაროში, სადაც ინტერნეტში ამდენი ინფორმაციაა და ის ასე ხელმისაწვდომია, თქვენ მუდმივად იმყოფებით ინფორმაციული ნიაღვრის ქვეშ. საჭიროა დიდი დისციპლინა, რომ სწორად განმარტოთ ეს ინფორმაცია და ცოტათი მაინც გადაამოწმოთ იგი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხალხი ამას აკეთებს. ოპერაცია ტრესტის მაგალითს რომ დაუბრუნდეთ, მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ინფორმაციის გადამოწმების ნაკლებობა იყო. არავინ სვამდა რთულ კითხვებს იმ ინფორმაციაზე, რომელსაც მათ აწვდიდნენ. ხომ ასეა? როგორც ჩემს სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, რუსებს აქვთ ასეთი კარგი ნათქვამი, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. როდესაც რაღაც ძალიან მარტივი გეჩვენებათ, მათ შორის ინფორმაცია, რომელსაც თავს მოგახვევენ, უნდა დაფიქრდეთ, იქნებ იქ სათაგურია. იქნებ ვინმე თქვენს გაბმას ცდილობს. ამიტომ, სანამ უბრალოდ დაიჯერებთ რაიმე საინფორმაციო ნაგლეჯს ან სათაურს, ჯობია ცოტა საშინაო დავალებას შეასრულოთ. დღეს ბევრი სათაური ახალ ამბებსა თუ სოციალურ მედიაში ისეა შედგენილი, რომ გამოიწვიოს ემოციური რეაქცია და ხშირად ეს სათაურები ძალიან შეცდომაში შემყვანია. სხვათა შორის ამას მხოლოდ რუსები არ აკეთებენ. ამას ჩვენ თვითონ ვუკეთებთ საკუთარ თავს. მედია სივრცეში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც ამ მეთოდებს იყენებენ კლიკების დასაგროვებლად, ყურადღების მისაქცევად ან გაზეთებისა და ჟურნალების გასაყიდად, ჩემი აზრით, უნდა რცხვენოდეთ. რადგან ეს მართლაც აზიანებს. როდესაც დემოკრატიის დაცვაზე ვსაუბრობთ, ეს მეთოდები დემოკრატიას საერთოდ არ ეხმარება. პირიქით, ის ზიანს აყენებს და ძირს უთხრის მომავალი თაობების მომავალს, რაც ძალიან სამწუხარო სანახავია. დიახ, გეთანხმებით. რა თქმა უნდა, როდესაც მედიას უყურებ და ხედავ ამ ხმამაღალ სათაურებს, რომლებიც ასე იპყრობს ყურადღებას, შემდეგ კი მთელ ამ ემოციებს, ეს ყველაფერი პირდაპირ გვერდს უვლის კრიტიკულ აზროვნებას და შენ მხოლოდ ამ ემოციას გრძნობ. საერთოდ წყვეტ ფიქრს და უბრალოდ იღებ ამ ინფორმაციას. და მერე რა ხდება? თუ მოსახლეობის ერთი ნაწილი ერთ რამეს დაიჯერებს, მეორე ნაწილი კი მეორეს. სწორედ ასე ჩნდება განხეთქილება, ასე იწყება სოციალური არეულობა და ყველაფერი დანარჩენი. მინდა ვთქვა, რომ გეთანხმებით, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას. ახლა ჩვენ ამას საკუთარი თვალით ვხედავთ, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი როგორ ახერხებენ და აგრძელებენ ყოველდღიურად ხალხის დაყოფას, სადაც კრიტიკული აზროვნება საერთოდ აღარ არსებობს. ფიქრობ, ეს ყველასთვის სტიმული უნდა იყოს, რომ მართლა დაფიქრდნენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გადაამოწმონ ინფორმაცია. სწორედ ასეა, ღრმად ჩაისუნთქეთ, როცა მზად იქნებით. იცით, ჩემს მეგობრებს ყოველთვის ვეუბნები, ნუ გადააზიარებთ ყველაფერს ზედაპირულად, რადგან ახლა ეს ძალიან ადვილია. ერთი დაწკაპუნება და შეგიძლიათ უამრავ ადამიანს გაუგზავნოთ. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? ადამიანები იღებენ დეზინფორმაციას, ავრცელებენ მას, სხვებიც იწყებენ მის დაგზავნას და მერე ამბობენ. ეს ალბათ მართალია, რადგან 10,000-მა ადამიანმა ნახა და კომენტარი დაუწერა. მაგრამ დაუბრუნდით საწყისს და იკითხეთ, სად არის აქ მტკიცებულება? სად არის რეალური ფაქტი? სად არის მყარი საბუთი იმისა, რომ ეს მართლა მოხდა? ის იქ არ არის, მაგრამ ინფორმაცია მაინც ვრცელდება, წინ იწევს და ის ემოციურია მესმის. მეც მხვდება ასეთი რაღაცები. ვკითხულობ და ჩემი პირველი რეაქციაა, ოჰ, ამაზე ვბრაზდებიან ან როგორ ბედავენ ამის გაკეთებას, მაგრამ როდესაც სიღრმისეულად იკვლევ, აღმოჩნდება, რომ იქ სინამდვილეში არაფერია. ისევ განათლების საკითხს რომ დაუბრუნდეთ. აი მე ამერიკაში გავიზარდე და ისტორიის გარკვეულ ნაწილებს ერთი კუთხით გვასწავლიდნენ. მაგრამ როდესაც საზღვარგარეთ წავედი და დავიწყე რომელიმე საკითხის ისტორიის შესწავლა იმ ქვეყნის ხალხის პერსპექტივიდან, ის სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც შეერთებულ შტატებში გვასწავლიდნენ. და არსებობს მიზეზი, რატომაც ისწავლებოდა ეს ამერიკაში გარკვეული გზით, ეს პროპაგანდის გავლენა იყო. ეს ჯერ კიდევ 1800-იან წლებში ხდებოდა. სხვათა შორის რუსები არ არიან ერთადერთი ხალხი, ვინც პროპაგანდას ეწევა. სხვა იმპერიებიც ძალიან ეფექტურად იყენებდნენ მას.
დავიწყე დაკვირვება და ვთქვი, სინამდვილეში ეს საკითხი სულ სხვანაირად ჩანს იმ ხალხის ისტორიული პერსპექტივიდან, ვინც მე ბოროტად მიმაჩნდა. სამწუხაროა, რომ ამერიკელების უმეტესობა ამას ვერ ხედავს. მათ არ ასწავლიან ამბის ამ მხარეს, რადგან ის სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც მანამდე ვრცელდებოდა. ის, რაც ვრცელდებოდა, ნაწილობრივ ეფუძნებოდა დეზინფორმაციას, რომელსაც ერთი იმპერია იყენებდა მეორეს დასასუსტებლად, რათა მისი ნაწილები მიეთვისებინა. ეს მუდამ ხდებოდა. დეზინფორმაცია ახალი არ არის, ის ბიბლიური დროიდან მოდის. ეს სიმართლეა. ასევე მნიშვნელოვანია ის პუნქტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, უნდა დავინახოთ, რომ არსებობს დიდი განსხვავება მოსაზრებასა და ფაქტობრივ ინფორმაციას შორის. თუ ვინმესგან გვესმის რაიმე განცხადება, კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ, ეყრდნობა ის ფაქტებს თუ ეს უბრალოდ ამ ადამიანის პირადი მოსაზრებაა. დიახ, ყველას აქვს საკუთარი მოსაზრებისა და შეფასების უფლება, მაგრამ ეძებეთ ფაქტები. სცადეთ, თავად გამოიკვლიოთ საკითხი. ამერიკულ მედიაში ბევრი რამ ვრცელდება და ეს ჩემი ერთ-ერთი პრეტენზია მედიის მიმართ. ის გადაიქცა უამრავ შეფასებად და მოსაზრებად, ნაცვლად მყარი რეპორტაჟებისა. უბრალოდ გვაჩვენეთ ფაქტები ობიექტურად. იცით, ერთ-ერთი რამ, რაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დღეს, არის ის, რასაც ჩვენს პოდკასტში ვაკეთებთ, ყოველდღიური სადაზვერვო ანგარიში, რომელიც მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. იქ საერთოდ არ არის შეფასებები, მხოლოდ ფაქტებია. ეს არის ახალი ამბავი ამ ქვეყნიდან. ეს კი, ამ რეგიონიდან. როდესაც მე და ჩემი პარტნიორი პოდკასტს ვგეგმავდით, ფიქრობდით, ჩაგვერთო თუ არა ანალიზი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ არა. ანალიზი ისედაც ბევრია. მიეცით ხალხს საშუალება, თავად ნახონ ფაქტები და გამოიტანონ საკუთარი დასკვნები, ჩაატარონ საკუთარი ანალიზი. ეს ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას. შესანიშნავია. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებას ასე აკლია. ახლა მინდა შევეხო ერთ ნაკლებად აშკარა, მაგრამ ძალიან პოტენციურ საფრთხეს რუსული დეზინფორმაციის გზებს, რომლებიც სამოქალაქო ინსტიტუტების ექსპლუატაციას მოიცავს. მაგალითად, შეერთებული შტატების საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის ოფიციალურ ანგარიშებში აღნიშნულია, რომ რუსეთი იყენებდა ეგრეთ წოდებულ ანტიკულტურ ქსელებს, როგორიცაა ალექსანდრე დვორკინის ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაცია რაცირსი, რელიგიისა და სექტების შემსწავლელი ცენტრების რუსული ასოციაცია, ასევე ევროპული ორგანიზაცია ფეკრისი, რათა სტიგმატიზაცია მოეხდინათ არასასურველი ჯგუფებისათვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. Likewise indicated that actually under the pretext of protecting societies from cults or sects, certain anti-cult networks have actively ჩვენი ანალიტიკური ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ღია წყაროებზე დაყრდნობით ასევე აჩვენა, რომ საზოგადოების კულტებისას და სექტებისგან დაცვის საბაბით გარკვეული ანტიკულტური ქსელები აქტიურად ავრცელებდნენ კრემლის ნარატივებს, ახდენდნენ უკრაინის დემონიზაციას და ცდილობდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ლეგიტიმაციას დესატანიზაციის რიტორიკით. მინდა გკითხოთ თქვენი აზრი, როგორც ექსპერტს, რამდენად ეფექტურად შეიძლება იქნას გამოყენებული რუსეთის მიერ მსგავსი ფსევდორელიგიური ან ანტიკულტური ექსპერტთა თემები სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც საფარი ფელესბეს სადაზვერვო საქმიანობისთვის საზღვარგარეთ? რა თქმა უნდა. პირველ რიგში, როდესაც ვინმეს ესმის სიტყვა ანტიკულტური, ფიქრობს, ეს როგორ შეიძლება იყოს ცუდი. კულტები ხომ ცუდია, ესე იგი. ანტიკულტი კარგია. ეს ენის ძალიან ეშმაკური გამოყენებაა. ისტორიულად საბჭოელები ძალიან დახელოვნებულნი იყვნენ საფარი ორგანიზაციების გამოყენებაში. ისინი ამას აკეთებდნენ ცივი ომის დროსაც. მაგალითად, ანტიბირთვული მოძრაობა, მშვიდობის ფედერაცია ან მშვიდობისათვის მშრომელთა საერთაშორისო მოძრაობა. მშვიდობა, ეს ხომ კარგია. მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით და ნახავთ, საიდან მოდიოდა დაფინანსება, დავალებები და მითითებები, დაინახავთ კონკრეტულ დღესწესრიგს. ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციებში იყვნენ ჩართულნი, თავად არ იყვნენ ცუდი ხალხი, ისინი კეთილი საქმის გაკეთებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ აცნობიერებდნენ, რომ მათ იყენებდნენ და მათით მანიპულირებდნენ.
მოუწოდებდი ნებისმიერ ანალიტიკურ ცენტრს თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს, თუ ვინმე მოგმართავთ გარკვეული ნარატივით ან პარტნიორობის შემოთავაზებით, გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა დარწმუნდეთ, რომ მართლაც ლეგიტიმურ ორგანიზაციასთან გაქვთ საქმე, რაც შეეხება უკრაინის დემონიზაციის მცდელობებს, როგორც თქვენ თქვით, ისინი მათ სატანისტებს უწოდებენ. სატანისტები, დიახ, გულისხმობ დესატანიზაციას. დესატანიზაცია, დიახ. მაშინ უნდა დავსვათ კითხვა, სად არის სატანიზაციის მტკიცებულება? რამდენადაა ეს უკრაინულ საზოგადოებაში სხვა საზოგადოებებთან შედარებით? დარწმუნებული ვარ, უკრაინაშიც არიან, რასაც ჩვენ სატანისტებს ვუწოდებთ, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, მაგრამ ვარაუდობ, რომ მათი რიცხვი ძალიან მცირეა. თუ მე ვარ ევროპულ ან ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრში და ვინმე მეუბნება, ჩვენ გვჭირდება უკრაინის დესატანიზაცია, მე ვეტყოდი, კარგი, მათ ჩვენეთ ციფრები, ვნახოთ ფაქტები და მერე გადავწყვეტ, დავუჭირო თუ არა მხარი თქვენს წამოწყებას. და სხვათა შორის, თუ რეალურად დააკვირდებით, შეიძლება თქვათ, სინამდვილეში ეს რუსეთში უფრო მეტია, ვიდრე უკრაინაში. იქნებ რუსეთის დესატანიზაციაზე მოგვეხდინა ფოკუსირება? რადგან ვინ იქცევა ასე? ვინ ბომბავს საცხოვრებელ კორპუსებს, ვინ ბომბავს სკოლებს? ვინ ესხმის თავს სხვა ქვეყანას და ღიად აცხადებს, რომ ეს ქვეყანა არ არსებობს? ჩემი აზრით, სწორედ ეს არის სატანური ქმედება. როდესაც აცხადებ, რომ გაქვს უფლება გაანადგურო სხვა ხალხი, სწორედ ამას აკეთებდნენ ნაცისტები და სწორედ ეს ხდება დღეს რუსეთში. სხვათა შორის იმავეს აკეთებდა ირანის რეჟიმი მეზობლების მიმართ. ჩემთვის ეს არის სატანური ქცევა. დიახ, ამ კულტების შესახებ ნარატივებით მათ შექმნეს ფსევდორელიგიური კვლევები. არც კი ვიცი, როგორ ავწერო ეს და რუსეთის შიგნით ამას ლეგიტიმაცია მისცეს. მათ უამრავი ასეთი ორგანიზაცია აქვთ. ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიწყო იმ ნარატივების პროპაგანდას, სადაც ამ ტერმინის გამოყენებით ამტკიცებდნენ, რომ მთელი უკრაინის მთავრობა და პოლიტიკოსები კულტის წევრები არიან. შემდეგ კი დაიწყეს იმის მტკიცება, რომ მთელი უკრაინა ერთ დიდ კულტად იქცა და ასე შემდეგ. ერთის მხრივ გესმით, რომ ეს ყველაფერი სისულელით ჟღერს და საერთოდ არ გინდათ ამის მოსმენა. მაგრამ 20 წლის შემდეგ ხედავთ, რომ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები ახლა მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებთან, რომლებიც აკურთხებენ რაკეტებს უკრაინელების დასახოცად და ავრცელებენ სხვა ნარატივებს. როგორც კადრს მიღმავ საუბრობდით, თითქოს უკრაინელები ნაცისტები არიან და მსგავს რამეებს. ასე რომ, ნათელი ხდება, ეს იყო ერთ-ერთი იმ ოპერაციათაგანი, რომელსაც დრო დასჭირდა ადამიანების გონებაში შესაღწევად. მართალია. რადგან ბევრი იყო ისეთი ნარატივი, თითქოს მთელი დასავლეთი კულტია და უკრაინა ამ დასავლური კულტისტური გზის მსხვერპლი ხდება. დიდი მადლობა პასუხისთვის. ჩემი კითხვა ასეთია, თქვენი აზრით, უნდა გადახედონ თუ არა დემოკრატიულმა მთავრობებმა დამოკიდებულებას მსგავსი ანტიკულტური ექსპერტების მიმართ და მიიჩნიონ ისინი უცხოური გავლენის პოტენციურ აგენტებად. თუ კი ჩვენ მათ ნარატივებს დღეს სხვადასხვა ქვეყნებში ვხედავთ? არა. გულისხმობ იმას, რომ თუ მთავრობა ეგრეთ წოდებულ დასავლეთში ხედავს, რომ ორგანიზაცია ფინანსდება სხვა ქვეყნის მთავრობის მიერ, ან მისგან იღებს დავალებებსა და მითითებებს, მაშინ მათ შეიძლება მოეპყრონ, როგორც უცხოურ აგენტს. მაგრამ თუ ისინი უბრალოდ ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც მთავრობას არ მოსწონს, არ ვფიქრობ, რომ მათ აუცილებლად უცხოური აგენტები ვუწოდოთ, რადგან მაშინ საქმე გვაქვს ცენზურასთან. ჩემი აზრით, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს. მე პირადად ეს არ მინდა, თორემ საბოლოოდ მივიღებთ იმას, რაც დღეს თავად რუსეთში ხდება. აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში, მაგალითად შეერთებულ შტატებში, ეს ძალიან მტკივნეული საკითხი იყო, რადგან ზოგიერთს გაუჩნდა განცდა, რომ მთავრობა ცენზურაში ჩაერია, ახდენდა ოპოზიციური თუ განსხვავებული აზრის ცენზურას. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი. ეს მხოლოდ მეტ უნდობლობასა და პოლარიზაციას იწვევს.
თუ გაქვთ ისევ იმას დაუბრუნდები, რაზეც საინფორმაციო სივრცეში ვსაუბრობდით, მხარი მტკიცებულება იმისა, რომ ჯგუფი ფინანსდება მოსკოვის, თეირანის, პეკინის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, კეთილი ინებეთ და დარეგისტრირდით უცხოურ აგენტად. რუსეთში კი დღეს ყველას, ვინც პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგოს იტყვის, უცხოურ აგენტად რაცხავენ. დიახ. ეს უკიდურესობაა და საშიშია. მაგრამ თუ კრემლისგან იღებთ ფულს კრემლის ნარატივების გასავრცელებლად, მაშინ ვიტყოდი, რომ თქვენ, სავარაუდოდ, მართლაც უცხოური აგენტი ხართ. დიახ, გეთანხმებით. ფიქრობ, საქმე იმაშია, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ სიტყვის თავისუფლება და გავაცნობიეროთ ცენზურის საფრთხე. ამავდროულად ჩვენ გვესმის რუსული ოპერაციების არსი და არა მხოლოდ რუსულის, არამედ ზოგადად ამ დეზინფორმაციული თავდასხმების. მესმის თქვენი თვალსაზრისი და ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი კითხვა ჩვენთვის. როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას ისე, რომ არ ჩავარდეთ ცენზურის მახეში და არ დავემსგავსოთ იმას, რაც ახლა რუსეთში ხდება. როდესაც ამ საკითხებზე ვსაუბრობ, ხალხი ყოველთვის მეკითხება, როგორ ვმართოთ ეს პროცესი. 80-იანი წლების ბოლოს რეიგანის ადმინისტრაციამ შეერთებული შტატების მთავრობის შიგნით შექმნა ძალიან ქმედითი სისტემა იმ ნარატივების გამოსავლენად, რომლებსაც კრემლი ავრცელებდა, რათა შემდეგ მათთვის საპასუხო ფაქტები დაეპირისპირებინათ. ეს იყო დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ვფიქრობ, ძალიან ეფექტურიც. მაშინ დიდი გამოცდილება დაგროვდა, თუმცა სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეერთებული შტატების მთავრობამ ეს რესურსი გაანიავა და მისი აღდგენა ვეღარ შეძლო. ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ რაც უნდა გვესმოდეს, მხოლოდ უკრაინაზე რომ ვისაუბროთ, კარგი იქნებოდა გვქონოდა იმ თემების მუდმივი სია, რომლებსაც კრემლი უკრაინის დესტაბილიზაციისთვის იყენებს, რაც, სხვათა შორის, 1991 წლიდან, უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაიწყო. რა არის ზოგიერთი ეს თემა? პირველი, უკრაინელები ნაცისტები და ფაშისტები არიან. ჩვენ ვიცით, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ზოგიერთი უკრაინელი გერმანელების მხარეს გადავიდა და მათ მოკავშირედ იქცა. ეს სიმართლეა. რატომ? იმიტომ, რომ მათ გერმანია სტალინისა და საბჭოთა ხელისუფლების ალტერნატივად დაინახეს, რომელიც, სხვათა შორის, თავადაც ისეთივე ფაშისტური იყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს იყო მმართველობის საშინელი ფორმა, ავტოკრატია და ჩაგვრა. ასე რომ, აქ გარკვეული ისტორიული ფაქტები არსებობს. დიახ, იყო ეს სიტყვა პოლიცაი, უკრაინის ისტორიის ზოგიერთ ფიგურას ფაშისტის იარლიკი აქვს მიწებებული. თუმცა შესაძლოა ისინი სულაც არ იყვნენ ფაშისტები. შესაძლოა ისინი საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ რუსები ამას თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევენ. ასე რომ, ერთი თემაა ფაშიზმი. სხვა თემები, რომლებსაც ისინი იყენებენ, ანტირელიგიურობა და ანტიქრისტიანობა. ეს სპეციალურად შეერთებული შტატებისთვისაა გათვლილი, რათა პირდაპირ ქრისტიანულ თემს მიწვდნენ, რომელსაც დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს შტატებში. ასევე იყო ნარატივები, თითქოს უკრაინა არ არის კონტრაბანდის ბუდეა, საფრთხეა ევროპისთვის, რომ იქ ნარკოტრაფიკი და ტერორიზმი ყვავის, ხოლო უკრაინის მთავრობა ტერორისტებს თავშესაფარს აძლევს, ეს ყველაფერი უკიდურესად გადაჭარბებულია. კიდევ ერთი თემა, რომელსაც ხშირად შეხვდებით, თითქოს შეერთებული შტატების ან ნატოს მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი ახლა მექსიკაშია და ნარკოკარტელები იყენებენ, რადგან კორუმპირებულმა უკრაინელებმა გაკიდეს. ან რომ პრეზიდენტი ზელენსკი იახტაზე კოკაინს მოიხმარს და სინამდვილეში კიევში არ იმყოფება. ეს თემები მუდმივად ტრიალებს. ზოგიერთი ადამიანისთვის ისინი ემოციურია და რეაგირებენ კიდეც. ამერიკელები დღემდე მეკითხებიან, რატომ ყიდიან უკრაინელები იმ იარაღს, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ. სინამდვილეში ისინი ამას არ აკეთებენ. შესაძლოა ბრძოლის ველზე ზოგი იარაღზე კონტროლი დაიკარგა, რაც ნებისმიერ ომში ხდება და შესაძლოა ზოგიერთი მათგანი არასწორ ადგილას მოხვდა. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკა იარაღის გაყიდვა, ან იქ მასობრივი კორუფციაა. აქვს თუ არა უკრაინას კორუფციის პრობლემა? რა თქმა უნდა. მაგრამ თუ უკრაინულ კორუფციას რუსულს შევადარებთ, მათ შორის საერთო არაფერია. ჯერ ერთი რუსეთში კორუფციის მასშტაბები ყოველგვარ ზღვარს ცდება და გაუგონარია. მეორეც უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უნარი ამას დაუპირისპირდეს. ეს ამ ზაფხულსაც ვნახეთ, როდესაც ხალხი ქუჩაში გამოვიდა საპროტესტოდ, როდესაც ანტიკორუფციული სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის შეფერხება სცადეს. მოგვიანებით კი ვნახეთ, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანმა თანამდებობა სწორედ კორუფციულ სქემებში მონაწილეობის გამო დაკარგა.
ეკონომიკა. ეს ნიშნავს, რომ არსებობს პასუხისმგებლობა. იგივეა შეერთებულ შტატებშიც. არის კორუფცია. დიახ, მაგრამ ადამიანებმა იციან, რომ კორუფციულ სქემაში ჩართვას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ზოგიერთ ქვეყანაში კი პასუხისმგებლობა საერთოდ არ არსებობს და ხალხს კორუფციისკენ პირიქით უბიძგებენ კიდეც. უკრაინაში მე ამას არ ვხედავ, არის თუ არა კორუფციის პრობლემა. კი, ნიშნავს ეს იმას, რომ ყველა კორუმპირებულია? არა. ნიშნავს ეს იმას, რომ მთელი საზოგადოება კორუმპირებულია? არა. და ნიშნავს ეს იმას, რომ უკრაინელებთან საქმის დაჭერა არ შეიძლება მათი კორუმპირებულობის გამო და მათ არ უნდა დავეხმაროთ. ჩემი აზრით, პირიქით, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას წინსვლაში. სხვათა შორის ეს ჩემი გზავნილია მთელი ამერიკული ბიზნესისთვის. გამოსავალი არის ამერიკული ბიზნესის ჩართვა უკრაინაში, ამერიკული ინვესტიციების დაბანდება და უკრაინელების გვერდით დგომა. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო გზაა კორუფციის საფრთხესთან საბრძოლველად და არა უკრაინელებზე თავდასხმა და რუსებთან ალიანსი. რუსეთი ხომ ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. ბოდიში, მაგრამ ასეა. მინდა ვისაუბროთ ამ საინფორმაციო ომზეც. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ადრეულ ეტაპზე უკრაინამ რეალურად გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა საერთაშორისო სტრატეგიული კომუნიკაციების ბრძოლაში. თუმცა ანალიტიკოსები ახლა აღნიშნავენ, რომ რუსეთი გადავიდა საინფორმაციო გამოფიტვის სტრატეგიაზე. ისინი სისტემატურად აჯერებენ საინფორმაციო სივრცეს დეზინფორმაციით და ამავდროულად საერთაშორისო აუდიტორიაში თაღლილობის განცდას თესავენ. ეს არის ის, რაზეც პრინციპში უკვე ვისაუბრეთ. თქვენს მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელსაც რუსულ ოპერაციებთან დაპირისპირებაში ფლობთ, როგორ შეაფასებდით ძალთა ამჟამინდელ ბალანსს ამ ომის საინფორმაციო განზომილებაში? და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა საერთაშორისო ასპარეზზე, რათა დაარღვევენ რუსული დეზინფორმაციული ეკოსისტემები და გაარღვევენ ის საინფორმაციო ბუშტები, რომლებიც მათ ასაზრდოებს. მართალია. იცით, რუსებს სურთ დასავლეთმა იფიქროს, რომ ჯერ კიდევ 2023 წელს დავწერე სტატიას, სადაც ვამბობდი, რომ ომი უკრაინისთვის ალბათ უფრო მეტად საინფორმაციო სივრცეში მიმდინარეობს, განსაკუთრებით იმ დროს შეერთებულ შტატებში, ვიდრე უშუალოდ უკრაინის ბრძოლის ველზე. უკრაინის ბედი ისევეა დამოკიდებული უკრაინელი ხალხის ხელში, როგორც დასავლეთის საზოგადოებაზე, რომელსაც კრემლის ნარატივები უტევს. თქვენ დაიღალეთ, თქვენ ამას ვერ გაუძლებთ. ჩვენ თქვენზე დიდხანს გაუძლებთ. რუსებს ტანჯვის წარმოუდგენელი უნარი აქვთ. თქვენ კი, თქვენ უბრალოდ წყნარ ცხოვრებაში დაბრუნება გსურთ, გათამამებულები ხართ, ეს ომი არ გჭირდებათ და უკრაინელების დახმარებაში ფულს ფუჭად ხარჯავთ. ჩემი აზრით უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძალიან მტკიცენი. ჩვენ შეგვიძლია გავუძლოთ. სხვათა შორის, როდესაც დაღლილობაზე საუბრობენ, აქ ხშირად მესმის, ჩვენ დავიღალეთო. ჩადით უკრაინაში და ნახეთ, რას უმკლავდებიან უკრაინელები. იქ თებერვალში ვიყავი. -20 გრადუსია, ხალხს გათბობა არ აქვს. შევხვდი ქალბატონს, ალბათ 60 წელს გადაცილებულს, რომელიც ღამით ფანით 14 სართულს ფეხით ჩადის რაღაცის მოსატანად და მერე ისევ მე-14 სართულზე ადის, რადგან ლიფტები არ მუშაობს. და ის მაინც იღიმება. ასე რომ, თუ უკრაინელები არ დაღლილან, ჩვენ მით უმეტეს არ უნდა დავიღალოთ. საინფორმაციო სივრცეში კი მეტი მედეგობა გუმართებს. როგორც ადრე ვთქვი, მეტი უნდა ვისწავლოთ, ვიყოთ უფრო დისციპლინირებულები და გადავამოწმოთ ფაქტები. თუ უფრო ფართო სურათს შევხედავთ, მართლა იგებს რუსეთი ამ ომს? მართლა ასეთი მედეგია რუსეთი? გადახედეთ ისტორიას. იდეა, თითქოს რუსეთი ყველას გაუძლებს და გადარჩება მითია. რუსებმა წააგეს იაპონიასთან რუსეთ-იაპონიის ომში, რასაც ქვეყნის შიგნით დიდი პრობლემები მოჰყვა. პირველ მსოფლიო ომში ქვეყანა და იმპერია ჩამოიშალა გაუმართავი სისტემისა და მცდარი პოლიტიკის სიმძიმის ქვეშ. საბჭოთა კავშირით შიდა ჩავარდნების შედეგად დაინგრა, იმის გამო, თუ როგორ იმართებოდა ქვეყანა და როგორ არ მუშაობდა ეკონომიკა. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა რუსეთს სერიოზული შიდა პრობლემები ჰქონდა. რუსები ჩაგვრას მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე მოითმენენ, სანამ ქუჩაში გამოვლენ. ჩვენ დასავლეთში იმის მსგავსსაც კი არაფერს განვიცდით, რასაც თავად რუსები აწყდებიან საკუთარ ქვეყანაში, იმ ტანჯვას, რომელიც მათ საკუთარმა რეჟიმმა დაატეხა თავს. პირადად მე, რადგან ბევრ რუსს ვიცნობ, მჯერა, რომ რაღაც მომენტში ისინი იტყვიან, გვეყოვეს ყველაფერი უკვე აბსურდია. რას აძლევს მათ პუტინი? როდესაც ის ხელისუფლებაში 2000-იანი წლების დასაწყისში მოვიდა, დაჰპირდა ღირსების დაბრუნებას, ეკონომიკის აღდგენას და რუსეთის ადგილის დამკვიდრებას მსოფლიოში.
ახლა რას იღებენ? კრიმინალის მზარდ დონეს, ქაოსს, სოციალურ რღვევას, დეფიციტს, უმუშევრობასა და დემოგრაფიულ პრობლემებს. სცემენ დღეს რუსებს მსოფლიოში უფრო მეტ პატივს, ვიდრე 10 ან 20 წლის წინ. არა. ფაქტობრივად ვიცნობ ბევრ რუსს, რომელიც რუსეთის გარეთ ცხოვრობს და რცხვენია იმის თქმა, რომ რუსია. ეს პუტინმა გააკეთა. აი, ეს მოუტანა მან თავის ხალხს. აი, ასეთად დაიმახსოვრებენ რუსეთს. ყველა იმ რუსს მივმართავ, ვინც ამ პოდკასტს უსმენს. გსურთ, რომ ისტორიაში ასეთებად დარჩეთ, როგორც თაობა, რომელმაც დაუშვა, რომ რუსეთის ყოველგვარი იმედი ნორმალურ ქვეყნად ქცევისა წყალს გაჰყოლოდა დიქტატორის გამო, დიქტატორისა, რომლის ეგომაც აფიქრებინა, რომ მეზობლებს თავისი ნება უნდა მოახვიოს და რომ ისინი ან მისი მსოფლმხედველობით უნდა ცხოვრობდნენ, ან საერთოდ არ უნდა არსებობდნენ. ჩემთვის ეს სიგიჟეა. ეს სიმართლეა. თქვენ უკვე ისაუბრეთ ამაზე, მაგრამ იქნებ კიდევ გქონდეთ რაიმე დასამატებელი ამ კუთხით, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის არა მხოლოდ რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, არამედ უფრო პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციებისა და sapasukho ნარატივების დანერგვა. რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროაქტიული პოზიციის დაკავება? ჩემს ფიქრებს კითხულობთ. მისმინეთ, ვფიქრობ, ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში კრემლს მივეცით საშუალება, თავად აირჩია, სად და როდის მოახდენდა ზეწოლას. ისინი ძალიან აგრესიულ შეტევაზე გადმოვიდნენ, განსაკუთრებით 2012-2013 წლების შემდეგ, რაც მე ვნახე. შესაძლოა უფრო ადრეც, 2000-იანების დასაწყისიდანვე. ჩვენ კი მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ვიყავით. ერთ-ერთი რამ, რაც რონალდ რეიგანმა პრეზიდენტობისას გააკეთა, იყო ის, რომ ის შეტევაზე გადავიდა, მათ შორის საინფორმაციო სივრცეშიც. ის ძალიან ეფექტურად ამყარებდა კომუნიკაციას ხალხთან. მისი გზავნილი ასეთი იყო: ჩვენ არ ვართ საბჭოთა ხალხის მტერი. მე არ ვარ თქვენი მტერი. ამერიკელი ხალხი არ არის თქვენი მტერი. თქვენი მტერი საკუთარი კომუნისტური პარტიაა. ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობა და ჩვენ არ ვართ ამ ურთიერთობაში პრობლემების მიზეზი. ამას სულ ვამბობ, რუსები უნდა გაჩერდნენ და დაფიქრდნენ. რამდენი შესაძლებლობა მისცა პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, რომ ეს ომი დაესრულებინა. მან შესთავაზა შეთანხმებები, რომელთა გამოც ბევრი აკრიტიკებს პრეზიდენტ ტრამპს, მაგრამ ამით რუსები გარკვეულ ღირსებას შეინარჩუნებდნენ. უკრაინელებს ეს არ მოსწონთ და მესმის მათი, მაგრამ კომპრომისის მისაღწევად მან ეს ნაბიჯი გადადგა. პრეზიდენტი პუტინი კი მუდმივად ამბობს არას. ამის გამო კი რუსი ხალხი იტანჯება. მე პირადად ვფიქრობ, რომ მეტად უნდა გადავიდეთ შეტევაზე. ჩვენ ეს უნდა ვუთხრათ მათ. უნდა მივაწოდოთ ფაქტები. რუს ხალხს უნდა მივუთითოთ, რა ხდება თქვენს ირგვლივ, რა ხდება თქვენსავე ქვეყანაში. რას იღებთ იმით, რაც უკრაინაში ხდება? გაძლევთ ეს რაიმე სარგებელს? რა მხრივ არის ეს მომგებიანი? იქნებ ქვეყნის იმ მცირე ნაწილისთვის, რომელიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსშია, სხვა ვისთვის? რუსების უმრავლესობა ნახულობს აქედან სარგებელს? არა. ან მატებს ეს რუსეთს ღირსებასა და ძალაუფლებას? არა. თქვენი მოკავშირეები თქვენს ირგვლივ ინგრევიან. თქვენ მათ დასახმარებლად ვერაფერი გააკეთეთ. შეგიძლიათ შეხედოთ სირიას, ვენესუელას, ახლა კი იმას, რაც ირანში ხდება. ბევრი ქვეყანა, რომელიც მანამდე ხოხმანობდა, ახლა უკან იხევს, რადგან ხედავენ თქვენს ქცევას. და რატომ? სადამდე მიგიყვანთ ეს გზა? მაგრამ არ ვიცი, ეს გზავნილი საკმარისად აღწევს თუ არა მათამდე. ფიქრობ, ზოგიერთმა დაიკავა დეფეტისტური პოზიცია, თითქოს რუსეთის შიგნით ინფორმაციის გავრცელება შეუძლებელია. მე ამის არ მჯერა. ცივი ომის დროს, როდესაც KGB თავისი ძალაუფლების ზენიტში იყო, ჩვენ მაინც ვახერხებდით საბჭოთა კავშირში ინფორმაციის მიწოდებას. ფიქრობ, ამის გაკეთება დღესაც შეგვიძლია და ეს არ უნდა იყოს დეზინფორმაცია. ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება დეზინფორმაციაზე, რადგან ვიცი რუსები ფიქრობენ, რომ ჩვენ დეზინფორმაციას ვავრცელებთ. არა, მათ ნათქვამს ფაქტები უნდა დაუპირისპიროთ. ეს შესანიშნავი გეგმაა. როგორი პატრიარქია ის, ვინც ომის პროპაგანდას ეწევა და ღიად აკურთხებს რაკეტებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას კლავს? მისმინეთ, მე ბევრ რუსს ვიცნობ და არ მგონია, რომ მათ მართლა სჯეროდეთ, რომ ეს სწორია. ბევრ ისეთ რუსსაც ვიცნობ, ვისაც უბრალოდ მშვიდად ცხოვრება სურს, ისევე როგორც უკრაინელებს. ისინი ამ ყველაფერში ჩაითრიეს. მათ შვილებს მასობრივად სასიკვდილოდ გზავნიან. რისთვის? ასე რომ ეს არის გზავნილი, რომელიც რუს ხალხამდე უნდა მივიდეს. და თუ ომი დასრულდება, ეს არის ის, რაზეც დასავლეთში უნდა დავფიქრდეთ, თუ რუსები უკეთესად მოქცევას დაიწყებენ, როგორ წავახალისოთ ეს ქცევა. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მხოლოდ დასჯას ვხედავ. ძალიან ცოტას საუბრობენ იმაზე, თუ რა იქნება ჯილდო სწორი ქცევისთვის. მაგალითად, ჯარების გაყვანისთვის უკრაინიდან.
საქართველოდან მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, დეზინფორმაციული ოპერაციებისა და კიბერშეტევების შეწყვეტისთვის. თუ ეს მოხდება, როგორ ვუთხრათ, კეთილი, ეს კარგი ნიშანია. როგორ დავამყაროთ პოზიტიური ურთიერთობა ისე, რომ ეს რუსეთის ხალხისთვისაც ღირებული იყოს? ვიცი, უკრაინელები, რომლებიც ამას უსმენენ, ალბათ გამიბრაზდებიან და მესმის მათი, ეს ძალიან ემოციური თემაა. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ წავახალისოთ ის რუსები, რომლებსაც პოზიტიურად მოქცევა სურთ, რათა მათ არ იგრძნონ, რომ მთელი მსოფლიო მათ წინააღმდეგაა. ეს არის ის, რაც რონალდ რეიგანმა გააკეთა და ვფიქრობ, ძალიან ეფექტური იყო. 80-იან წლებში მოსკოვში სტუდენტი ვიყავი, ცივი ომის პიკი იყო, თუმცა ყველა საბჭოთა ადამიანი, ვისაც კი შევხვედრი ვარ, პატივს სცემდა რონალდ რეიგანს. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. დიახ, რონალდ რეიგანი ნამდვილად ის პიროვნებაა, რომელსაც პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში და ვიტყოდი, საბჭოთა კავშირის ხალხიც კი. მან მართლაც დიდი საქმე გააკეთა. ვნახოთ, რა მოხდება, იმის თქმა მინდა, რომ შესანიშნავი იქნება, თუ რაც შეიძლება მალე შევძლებთ ამ სისხლიანი ომისა და ყველა ამ ოპერაციის შეჩერებას. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ამჟამინდელი ფაზის მიღმა თუ გავიხედავთ თქვენ, როგორც აღნიშნეთ, მრავალი წელი გაატარეთ აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის უსაფრთხოების გამოწვევებზე მუშაობაში. როგორ წარმოგიდგენიათ დემოკრატიული სტაბილურობისა და უსაფრთხოების არქიტექტურა ომის შემდგომ უკრაინაში? ვფიქრობ, რეალისტები უნდა ვიყოთ. ყველა სტაბილური დემოკრატია ეკონომიკურ განვითარებაზე დგას. ასე რომ უკრაინის მომავალი. სტაბილური უკრაინა ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას უკრაინელი ხალხისთვის. ეს მოითხოვს დიდ საინვესტიციო დახმარებასა და ხელმძღვანელობას. თუ გადავხედავთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს, შეერთებულმა შტატებმა დიდი როლი ითამაშა მარშალის გეგმითაც და სხვა პროგრამებით დასავლეთ ევროპის აღდგენაში. ვფიქრობ, მსგავსი პროგრამები ახლაც საჭირო იქნება. ეს არ ეხება მხოლოდ ამერიკას, ჩვენი სხვა მოკავშირეების ინტერესებშიც შედის, მათ შორის ყურის ქვეყნების პარტნიორების, რომლებსაც დიდი რესურსები და ფინანსები აქვთ, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების. ეს ერთი საკითხია. მეორეც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ვიცი, ეს აზრიც არაპოპულარული იქნება უკრაინელი მსმენელისთვის, მაგრამ არსებობენ სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც დიდი დახმარება სჭირდებათ. მაგალითად სირია, რომელმაც საშინელი სამოქალაქო ომი და დიქტატორული მმართველობის წლები გამოიარა. ახლა სირიას განვითარება სჭირდება, თუ გვინდა იქ რაიმე სახის სტაბილურობა ვიხილოთ. იმედია ირანის რეჟიმიც დასრულდება და ირანელი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას. მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ინვესტიციას მოითხოვს, რადგან ახლა იქ დიდი ნგრევაა. საჭირო იქნება ბევრი ინვესტიცია და აღდგენითი სამუშაოები. იმდენი ქვეყანაა ვენესუელა და რა თქმა უნდა უკრაინა. ასე რომ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავაკეთოთ ეს სტრატეგიულად. აქ, ამერიკასა და დასავლეთში, უნდა ვფიქრობდეთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა მოხდება ზაფხულამდე ან შუალედურ არჩევნებამდე, არამედ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ 5 წელიწადში. როგორ მართავთ ამ ყველაფერს? როგორ მოვიტანთ კეთილდღეობას ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ერთად? და შემდეგ ჩვენ უნდა წავუყენოთ მოთხოვნები იმ ხალხს, ვისაც ვეხმარებით, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გავაკეთეთ. ჩვენ დავეხმარებით გერმანიას აღდგენაში, მაგრამ გვაქვს მოლოდინები მმართველობის ფორმის მიმართ. დავეხმარებით იაპონიას, მაგრამ გვექნება მოლოდინები. ჩვენ არ დაუშვებთ დიქტატურას. არ გვინდა მილიტარიზმი, რომელიც წარსულში გვქონდა. სანაცვლოდ კი უკრაინელებმა უნდა გააცნობიერონ, მხოლოდ უკრაინაზე რომ ვისაუბროთ, როგორც ამერიკელი, ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ როდესაც სხვა ქვეყნებს დავეხმარეთ ფეხზე დადგომაში, შემდეგ ეს ქვეყნები მათვე გადავაბარეთ. არ ვიცი სხვა იმპერია ან ქვეყანა, რომელსაც მსგავსი რამ გაეკეთებინოს. ჩვენ აღვადგინეთ გერმანია და ახლა გერმანია ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური კონკურენტია. ჩვენ დავეხმარეთ იაპონიას აღდგენაში. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, 70-იან წლებში იაპონია შეერთებულ შტატებისთვის დიდ ეკონომიკურ საფრთხედ ითვლებოდა. მათ ბევრი საავტომობილო ინდუსტრია დახურეს, რადგან უკეთეს ხარისხიან და იაპ მანქანებს აწარმოებდნენ. ჩვენ დავეხმარეთ მათ იქამდე მიღწევაში, ავაშენეთ და შემდეგ ეს ინდუსტრია თავად იაპონელებს გადავაბარეთ.
ფიქრობ, ეს დიდი პლუსი იყო როგორც ჩვენთვის, ისე იაპონელებისთვის. უკრაინელებს ეს უნდა ახსოვდეთ, რადგან იქნება გარკვეული სენსიტიურობა იმის მიმართ, რომ უცხოელები შემოდიან და კომპანიებზე დიდ კონტროლს ამყარებენ. თუმცა, რასაც ახლა უკრაინელებში ვხედავ და ვფიქრობ, ამერიკელებმაც უნდა გაიგონ, უკრაინელების უმრავლესობა, ვისთანაც შეხება მაქვს და ეს საკმაოდ ფართო წრეა, ძალიან კარგად განათლებულია. ამას ბრძოლის ველზეც ვხედავთ, ისინი ძალიან ინოვაციურები და პროგრესულები არიან ბიზნესის კუთხითაც. ეს კარგია, რადგან მომავალში უკრაინულ კომპანიებთან პარტნიორობის დიდი პოტენციალი არსებობს. რაც შეეხება ირანსა და სირიას, იქ ცოტა სხვა განტოლება იქნება. და სხვათა შორის ამას ახლო აღმოსავლეთში უკვე ვხედავთ. ჩვენ დაგვჭირდება უკრაინელების დახმარება არა მხოლოდ ანტიდრონული სისტემების შექმნაში, არამედ ეკონომიკის აღდგენაშიც. სოფლის მეურნეობის კუთხით და ასევე შეხედეთ, რა გამოცდილება აქვს უკრაინას ენერგეტიკის სფეროში. თუ ისევ საინფორმაციო ომს დაუბრუნდებით, ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი სავარაუდოდ გააგრძელებს თავის დივერსიულ საქმიანობას, მათ შორის საინფორმაციო სფეროში, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც კი. Თქვენი აზრით, რომელი ინსტიტუციურ რეფორმებს, კონტრდაზვერვისა და საინფორმაციო უსაფრთხოების მექანიზმებს უნდა მიანიჭონ პრიორიტეტი უკრაინამ და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა, რათა დაიცვან უკრაინული საზოგადოება მომავალი ჰიბრიდული ჩარევისგან? მართალია. ხალხი ხშირად კითხულობს, როდის დასრულდება ომი უკრაინაში. ბევრი უკრაინელი გეტყვით, რომ ეს უკვე 400 წელია გრძელდება. ყოველ შემთხვევაში 1991 წლიდან მოყოლებული რუსები აწარმოებენ ამ ტიპის ასიმეტრიულ ომს აქტიური ღონისძიებების გამოყენებით. ეს გაგრძელდება ცეცხლის შეწყვეტის ან ინკონვენციური ბრძოლების დასრულების შემდეგაც, რომლებსაც ახლა ვხედავთ. როგორ უნდა გაატაროს უკრაინამ რეფორმები? მე ამაზე რჩევებს არ გავცემ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენ ამერიკაში არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ბოლო რაკეტის გასროლისთანავე ჩვენი მისია დასრულდება. არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც ავღანეთში დაუშვით, როდესაც საბჭოთა ჯარები გავიდნენ, ჩვენ ზურგი შევაქციეთ იქაურობას და წამოვედით. ჩვენ უნდა დავრჩეთ პროცესებში ჩართულნი. ისევ და ისევ, ინვესტიციები და ეკონომიკური კეთილდღეობა. რადგან მთელ ამ დეზინფორმაციულ მასალას არანაირი გავლენა არ აქვს ადამიანებზე, რომლებიც ბედნიერები და კმაყოფილები არიან. ამას ჩემს საკუთარ ქვეყანაშიც ვხედავ. ყველაზე დიდ ემოციას მაშინ ხედავთ, როცა ადამიანებს ეშინიათ. რისი ეშინიათ ხშირად? სამსახურის დაკარგვის, გადასახადების გადასახდელად ფულის არ ქონის, ოჯახზე ზრუნვის შეუძლებლობის. თუ ისინი თავს კომფორტულად და წარმატებულად გრძნობენ, ამ შიშის მიმართ ასეთი მოწყვლადები აღარ არიან. ამიტომ, როგორც ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრ ქვეყანაში ვნახე, ეკონომიკური განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ კი, ეკონომიკური განვითარების მისაღწევად უსაფრთხოების სფეროში დახმარებაა საჭირო, რადგან არსებობენ გარე ძალები, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც სხვა ქვეყნის ეკონომიკის დესტაბილიზაციას ცდილობენ. რადგან სწორედ ასე შეუძლიათ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, ასე რომ შეერთებული შტატები პროცესებში ჩართული უნდა დარჩეს. და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვამბობ, 2022 წლის თებერვლამდე უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე რუსები უკრაინის შიგნით ახორციელებდნენ მკვლელობებსა და დივერსიებს. ერთადერთი განსხვავება მაშინდელსა და ახლანდელს შორის არის ის, რომ უკრაინელებმა აჩვენეს, მათაც შეუძლიათ იგივეს გაკეთება და ამას ძალიან ეფექტურად აკეთებენ. რუსებს ეს უნდა ახსოვდეთ. ასე რომ, როდესაც ცეცხლი შეწყდება, ალბათ რუსები ასე ძალიან აღარ იჩქარებენ ვინმეს მოკლას, დივერსიის მოწყობას, კიბერშეტევას ან რაღაცის აფეთქებას. უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა დაამტკიცეს, რომ ისინიც ძალიან მაღალ დონეზე ფლობენ ამ საქმეს. ჩვენ ვიცით, რომ რუსები ცხოვრობენ პრინციპით თვალი თვალისწილ ხოდა, ახლა ამას შედეგი მოჰყვება. შესაძლოა 2014-2015 წლებში ეს ასე არ იყო, მაგრამ ახლა შედეგები ძალიან სერიოზულია. შესაძლოა ორივე მხარის ინტერესებში შედიოდეს მსგავსი ტიპის შეკავება. მოდით, ნუ გავაკეთებთ ამას. და მერე, იქნებ როგორც ჩემს რუს მეგობრებს და არა მეგობრებსაც, ვისაც არ ვეთანხმები, ყოველთვის ვეუბნებოდი. იქნებ სცადოთ და უკრაინა დაინახოთ, როგორც პარტნიორი ბიზნესსა და განვითარებაში. ამით თქვენც ისარგებლებთ და ისინიც. რადგან ისინი ევროპული ქვეყანაა. ისინი არიან ხიდი დანარჩენ ევროპასთან. მათ ვერ გადაახტებით და თქვენ მათ ვეღარასოდეს დაიპყრობთ. უკრაინელებმა აჩვენეს, რომ არ დაუშვებენ რუსეთმა უკრაინა ისევ თავის გაგრძელებად აქციოს. არანაირი მალო როსიერი არ არსებობს.
ეს არის უკრაინა და უკრაინის ხალხი იქნება უკრაინელი. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მტრები უნდა იყვნენ. ისინი შეიძლება მართლაც კარგი პარტნიორები გახდნენ. ეს სიმართლეა. ფიქრობ უკვე მეორედ ხდება, როცა მსგავს კითხვას გისვამთ და თქვენ ისევ ეკონომიკურ კეთილდღეობას უბრუნდებით, მე კი სრულად გეთანხმებით. დიდი მადლობა ამაზე აქცენტის გაკეთებისთვის, რადგან წამს, რომ ძლიერი, ეკონომიკურად მყარი ქვეყნის დამარცხება ან მასში შეჭრა შეუძლებელია. თუ ხალხი კმაყოფილი და ბედნიერია, ასეთ ქვეყანასთან ბრძოლა ძალიან რთულია. ამიტომ ამასვე ვუსურვებ უკრაინასაც. მადლობა თქვენი წინადადებებისთვის და იმისთვის, რომ ავღანეთის მაგალითს შეადარეთ, მართლაც მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ამერიკა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც დარჩეს პროცესებში ჩართული. ძალიან ვაფასებ ჩვენს საუბარს ის დამეხმარა საინფორმაციო ომის უკეთ გაგებაში. მადლობა, რომ ეს ჩვენს აუდიტორიას გაუზიარეთ. სანამ დავასრულებდეთ, ერთ ბოლო კითხვას დაგისვამთ, რას ურჩევდით ჩვეულებრივ ადამიანებს, როგორ არ იქცნენ სხვისი საინფორმაციო ოპერაციების იარაღად? იქნება არსებობს რაიმე მარტივი ნაბიჯები ნებისმიერი ადამიანისთვის. პირველი, ისწავლეთ, მიიღეთ განათლება. გაეცანით დეზინფორმაციის ისტორიას. ახლა უამრავი საინტერესო ლიტერატურა და წიგნი არსებობს. თუ კითხვა არ გიყვართ ან დრო არ გაქვთ, თუნდაც YouTube ვიდეოებს უყურეთ ვარჯიშის დროს. ეს ერთი. მეორე, როდესაც რაიმე ინფორმაციას ნახავთ, გახსოვდეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და თქვით, მოდი ამას გადავამოწმებ. დღეს ეს არც ისე რთულია, რადგან ინტერნეტში უამრავი წყაროა. არსებობს ინფორმაცია და არსებობს საპირისპირო ინფორმაცია. უბრალოდ ცოტა რამ თავად გამოიკვლიეთ. ნუ ახვევით ემოციებს მაშინვე და გააცნობიერეთ, რომ სოციალური მედიის ალგორითმები სპეციალურად არის შექმნილი თქვენგან ამ ემოციური რეაქციის გამოსაწვევად. თქვენ თავად უნდა იყოთ დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო წყარო. და ბოლო პუნქტი, თუ რაღაც არ იცით და ხედავთ ინფორმაციას, რომელიც მძაფრ რეაქციას გიწვევთ, გაგიჩნდეთ სურვილი, მინდა შევავსო ეს ვაკუუმი, რაც არ ვიცი. თუ არ იცით უკრაინის ისტორია, სწორედ ამიტომ ვამაყობდი ჩემი სტუდენტებით, როდესაც უკრაინის ისტორიის ერთ-ერთ ფიგურაზე ვსაუბრობდით, მათ ბევრი კითხვა დასვეს. კითხე, რამდენად კარგად იცით ისტორია? მიპასუხეს, არც ისე კარგად. შემდეგ გაკვეთილზე კი მითხრეს, ჩვენ გვინდა შევქმნათ უკრაინის ისტორიის კურსი, რადგან ვხედავთ, რომ აქ ცოდნის ვაკუუმია და გვინდა ეს სიცარიელე შევავსოთ. აი ეს არის სწორი რეაქცია. თუ ამას შევძლებთ, ვფიქრობ, საზოგადოება გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნება ვიდრე დღესაა, სადაც ბევრია ცოდნის დეფიციტი, ხალხს კი თავს აყრიან უამრავ ინფორმაციას და იწვევენ ემოციურ რეაქციებს, რაც ადამიანების პოლარიზაციასა და დაყოფას იწვევს. და უნდა გვახსოვდეს, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე ვიტყვი, კითხეთ საკუთარ თავს, ვის აწყობს ჩვენი დაყოფა? ვის უნდა რომ ერთმანეთი გძულდეთ? ვის უნდა რომ დემოკრატებს სძულდეთ რესპუბლიკელები, აფროამერიკელებს თეთრკანიანები, აზიელ ამერიკელებს ესპანურენოვანი ამერიკელები? პრინციპი გაყავი და იბატონე, ჩვენ ვხედავთ, როგორ იმუშავა ამან სხვა ადგილებში. გვჭირდება კი ეს? არა, ეს არ გვჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დისციპლინირებულები და დავუთმოთ დროს შემდეგი ინფორმაციის შემოწმებას. მაგრამ ეს მართლა მოხდა? მართალია, რომ ამ თემმა, ამ პასტორმა ან იმამმა ზუსტად ეს თქვა, რადგან ვიცით, რომ 2016 წლის საარჩევნო ციკლის დროს რუსები შეერთებული შტატების სხვადასხვა რელიგიურ თემებს ინფორმაციას აწვდიდნენ, რომ ისინი ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი საზოგადოების შესუსტებას ცდილობენ. ისინი ცდილობენ საზოგადოების შესუსტებას, რათა მთავრობა შიგნიდან ჩამოიშალოს, შემდეგ კი მათ შეძლონ საკუთარი გავლენის გავრცელება და ხელში ჩაგდება. სხვათა შორის, ყველა ამერიკელისთვის, ვინც ახლა გვისმენს, მათ სურთ წაგართვან ის, რაც თქვენია. და ამას გასროლის გარეშე გააკეთებენ, თუ დისციპლინას არ გამოიჩენთ. და იმის ნაცვლად, რომ ტირში იაროთ და ისროლოთ, რაც სხვათა შორის მეც მომწონს და ამაში ცუდი არაფერია, ასევე გამონახეთ დრო კითხვისთვის. რადგან საუკეთესო ტყვია, რაც გაქვთ, საუკეთესო თავდაცვა, რაც გაგაჩნიათ, არის თქვენი აზროვნების უნარი. ასე რომ, ისინი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ არიან, იმედოვნებენ, რომ ჩვენ არ გვინდა ფიქრი. ეს სიმართლეა. დიდი მადლობა თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის.
ვფიქრობ, ეს შესანიშნავი დასასრულია და ძალიან კარგი რჩევა ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ამერიკისთვის, რადგან მე მართლა მჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლების ნამდვილი სამჭედლოა. პრინციპში ეს არის ქვეყანა, რომელსაც რეალურად შეუძლია დაეხმაროს მთელ მსოფლიოს განვითარებასა და კეთილდღეობაში. მართალია. ასე რომ ჩვენ აქ უნდა დავიცვათ თავისუფლება და დავრწმუნდეთ, რომ დაპირისპირებულები არ ვიქნებით, რადგან კარგად გვესმის, ვინ ნახულობს ამით სარგებელს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას დათმობილი დროისთვის. გმადლობთ. გმადლობთ თქვენ.